განსაკუთრებით მამებს უჭირთ გოგონებთან საუბარი. დედები შეიძლება ბიჭებს კიდევ უფრო უკეთ გაესაუბრონ. ბავშვს ორივეს აზრი აინტერესებს და ორივეს შეუძლია რომ დაელაპარაკოს და ორივე ვალდებულია რომ დაელაპარაკოს და უფრო მეც გეტყვით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე როგორც პოტენციური ბებია, მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგი რესურსია ბებია და ბაბუა. ბებია და ბაბუა გაცილებით მშვიდად უყურებს ამ ყველაფერს, გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს და მე წამოვიღე დღეს და თქვენგან ნებართვა ავიღე. წეღან და აუცილებლად უნდა წაგიკითხოთ გენიალური უმბერტო ეკო, ხო, ყველასთვის ცნობილი. მე ყველას ვურჩევ მოზარდების მშობლებს რომ წაიკითხონ ეს წერილი, რომელიც მან დაიზეპირე, ესე ქვია ამ წერილს და ეძღვნება თავის მოზარდ შვილიშვილს და გარდა სხვა პრობლემებისა, მათ შორის სწავლასთან და ასე შემდეგ, ძალიან საინტერესო რამეს ეუბნება თავის შვილიშვილს. ეხლა მეც თქვით რომ ღელავდი, მე ვღელავდი იმის შესახებ, რომ მე რატომ დავიწყო ამ საკითხზე საუბარი. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენი თინეიჯერი შვილები მე მომისმენენ, მიყურებენ, მათთვის ალბათ უფრო საინტერესო იქნება თავიზე ცოტა უფრო ესე ვთქვათ Gen Z თაობის ადამიანი ელაპარაკოს ან უფრო ესე ვთქვათ ახალგაზრდა ენერგიული სხვა კატეგორიის, მაგრამ მე გავბედე რომ ამ თემაზე დავიწყო ლაპარაკი და ეს სრულად ბუნებრივი არის. ეხლა წაგიკითხავთ რას ამბობს უმბერტო ეკო, სულ მიტრიალებდა ეს თავში რომ ეხლა შეიძლება ახალგაზრდა მე და თქვენ რო უყურებთ ჩემი ასაკის ხალხი ეს ამ ბავშვებს წაადგებათ თუ არა რეალურად არა, მაგრამ მე რო ვნახე რომ უმბერტო ეკოსაც ეს აზრები აწვალებდა და თან როგორ გადმოცა, მინდა რომ ეკოს სიტყვები წაგიკითხოთ. ჩემო ძვირფასო შვილიშვილო, არ მინდა რომ ეს წერილი ზედმეტად დამრიგებლურად ჟღერდეს, გასწავლიდეს მოუყვას ის კაცობრიობის სიყვარულს და მსგავს რამეებს. შენ ამას არც მოусმენდი. შენ უკვე დიდი ხარ, მე კი მეტისმეტად მოხუცი. რადგან ფასეულობების სისტემა იმდენად შეიცვალა, ჩემი რეკომენდაციები შეიძლება უადგილოც კი აღმოჩნდეს. მაშინ ასე მინდა ერთადერთი რჩევა მოგცე, რომელიც შეიძლება პრაქტიკულად გამოგადგეს უკვე ახლა, როცა შენს პლანშეტში ხარ თავჩარგული. არ მოგცემ შენიშნას, რომ შეეშვა მაგ საქმიანობას, რათა სულელ მოხუცად არ ჩამთვალო. მით უმეტეს თავადაც ვიყენებ მას, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გირჩიო. ყურადღება არ შეაჩერო ასობით პორნოგრაფიულ საიტზე, ამის შემდეგ ასობით კი არა, მე მგონი ათასობით არის, რომლებიც სექსუალურ თამაშებს წარმოაჩენენ ადამიანებს შორის, ადამიანსა და ცხოველებს შორის. არ დაიჯერო, რომ სექსუალური ურთიერთობები ამ საკმაოდ მონოტონურ ქმედებებამდე დადის. ეს არის ჩვენი მთავარი მესიჯი, რომ არ დაიჯერონ ჩვენმა ჯერ კიდევ ასე ვთქვათ სექსუალური გამოცდილების არ მქონე მოზარდებმა, რომ ეს არის სექსუალურობა, ეს არის ადამიანებს შორის ურთიერთობა და მხოლოდ